ქრისტემ დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ ყოველთვის, როდესაც აქ მოვდივართ, განსაკუთრებულად გვაქვს განცდა ის, რომ ქრისტიანობა მართლაც არა მსოფლიური, არა ქვეყნიური რამ არის და იმ რეალობაში გვამყოფებს, რომელიც პირველი საფეხურია სეცაში აღსავალ კიბეზე. და ეს განცდა აქ ამ ადგილას იმიტომ არის, რომ მოწყვეტილი ვართ ქალაქს, მოწყვეტილი ვართ ხალხმრავლობას, ხმაურს და აი ამ მიტოვებულ ბაზილიკაში თითქოს ვაცოცხლებთ იმ ჩვენი წინაპრების სულს, რომლებიც აქ დღემოდამ ლოცულობდნენ და უფალს სამადლობელ სხვებს აღუვლებდნენ. დღეს წმინდა წერილში ის მართლაც დიდებული სიტყვები იქნა აღმოკითხული, რომელსაც ჩვენ მრავალთვის გვისაუბრია, რომ ადამიანს შინაგანი ნათელი უნდა ჰქონდეს, საუბარია თვალზე, რომელიც სინამდვილეში როგორც განმარტებებში კითხულობთ, საუბარია გონების თვალზე. ანუ სულის იმ უნარზე, რომელთაც ჩვენ ღმერთი შეიძლება ვიხილოთ და დავინახოთ და თუ იგი ბნელია, ესე იგი მაშინ მთელი ჩვენი არსება სიბნელეს მოუცავს და ამის სიმბოლურ მაგალითად უფალს ხორციელი თვალი მოაქვს. და გარდა ამისა უფალი გვესაუბრება, რომ ვერ ვიქნებით ორი უფლის მონა ამ სოფლისაც და მარადისობისაც, ღვთისაც და მამონასაც, ან ერთს ვემონებით ან მეორეს. და ჩვენს ცხოვრებაში ეს როგორ ხშირად ჩანს და როგორ ხშირად გვაწვალებს და გვაწამებს, რომ ჩვენ მართლაც ვცდილობთ თითქოს ერთის მხრივ რომ ქრისტიანულად ვიცხოვროთ, მაგრამ არ გამოგდის, იმიტომ რომ არ გვემეტება ეს სოფელი და გვინდა რომ ამ სოფელსაც ვემონოთ. ანუ ვიცხოვროთ იმ გარეგანი ცხოვრებით, რომელი გარეგან ცხოვრებასაც თითქოს და ჩვენთვის ბედნიერება სურს და ჩვენთვის თითქოს და ბედნიერება მოაქვს, ამ სიამოვნებას, ამ პატივს, დიდებას, საკუთარი თავის დამკვიდრებას, ეგოიზმს, ანგარებას, საკუთარ თავზე დიდ წარმოდგენას, ამ ყველაფერს ვემონებით და კარგავთ შინაგან ცხოვრებას. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ თვითონ უფლის საკითხავშიც როგორ არის გადამბული ეს ორი თემა, შინაგანი ცხოვრება, შინაგანი ხედვა არა გვაქვს და ეს ყოველივე იწვევს იმას, რომ ჩვენს გარეთ ვცხოვრობ. არა და ქრისტიანობა სწორედ საკუთარ თავში შიგნით ცხოვრება, როცა ადამიანს ცდილობს, რომ რწმენა გააცოცხლოს, რომელიც ჯერ იმედში გადადის და იმედიდან სიყვარულში, როგორც პავლე მოციქული ამბობს და ნელ-ნელა ამ საფეხურების გავლით რწმენა აცოცხლებს ჩვენს სულს, აჯანმრთელებს ჩვენს სულს. რწმენა, როგორც საწყისი მოცემულობა ღმერთისაგან ცოცხლდება არა თავად, უბრუნებს უნარს სულს დაინახოს ღმერთი საკუთარ თავში და ჭეშმარიტად ჩვენ საკუთარ თავში უნდა ვხედავდეთ ღმერთს სასუფეველი თქვენში ეძებეთ. როცა ადამიანი ამგვარად ცხოვრობს, როცა ადამიანს აქვს პატარა გამოცდილება მაინც ღმერთის ხედვისა, რომელიც სიტყვით გამოუთქმელია და რას ნიშნავს ეს ამის ადამიანურად გამოთქმა არის შეუძლებელი, როცა პატარა გამოცდილება გვიგროვდება ჩვენ ამისა, ვერ ვხვდებით, რომ მართლაც არ შეიძლება ორი სოფლის მონობა, ამ სოფლისაც და მარადისობისაც. და მერე უკვე აი ამ განწყობით, ამ განცდით, როცა ხარ და გადახედავ შენს არც თუ შორეულ წარსულს, თუნდაც გუშინდელ დღეს და გუშინწინდელს იპოვი მრავალ წამს, როცა ჩვენ ქრისტეს გარეშე ვცხოვრობდით და გული გწყდება, რამდენი დრო გვაქვს დაკარგული და როგორ არ დაკარგული რომ ქრისტეს გარეშე ვიყავი და როგორ არ შეიძლება მართლაც არც ერთი წამი იყო ღმერთის გარეშე. იმიტომ როგორც კი შენ თუნდაც ერთ წამს ქრისტეს გარეშე ხარ, იმ წამსვე შენს გარეთ ხარ, იმ წამსვე სული გიბნელდება, იმ წამსვე ამასოფლის, ანუ მამონას მონახდები. ღმერთი შეგვეწიოს, რომ ჩვენ ვისწავლოთ ხელებმა, თვალებმა, ჩვენმა განჟის უნარმა თავისი საქმე აკეთოს ამქვეყნიური, იმიტომ რომ ხორცი გვასხია და ვისწავლოთ ამის პარალელურად, ამასთან ერთად, ამისგან დამოუკიდებლად, ერთგვარად ავტონომიურ რეჟიმში ვისწავლოთ გულით ღმერთთან ყოფობა, მუდამ, რომ არც ერთი წამი ქრისტეს გარეშე არ ვიყო. ღმერთი შეგვეწიოს, უფალმა გაგაძლიეროთ და შეეწიროს თქვენი ლოცვა-ვედრება, მსახურება ღვთის წინაშე. ამინ.